ვიდეო გაჩვენოთ, რომელიც ეხება ავტო ვაჭრობის სფეროს. Запомните эти кадры. Совсем скоро вы все это увидите своими глазами в Грузии. Совсем скоро мы открываем новый рынок в Грузии. И вы сможете участвовать в настоящих, реальных, живых аукционах, как в Дубае, автомобильных аукционах. И вы можете купить все машины, которые вы захотите, прямо нашего рынка, иншаллах. Если вы мечтали о дубайских автомобилях, но не смогли переехать сюда, сейчас Дубай будет ближе к вам. Вот. Arabi ავტომოვაჭრე ამბობს, რომ თუ დუბაიში გინდოდათ გადმოსვლა და ჩვენს ავტო ბაზარზე ვაჭრობა, ეხლა დუბაი თქვენთან ახლოს მოვა, თქვენ თბილისში ჩამოგივართ დუბაი, ჩვენ გადმოგვაქვს დუბაის ავტო ვაჭრობის სეგმენტი თბილისში და ეხლა უკვე იქ გავხსნით ჩვენ სავაჭრო სივრცეს. ეს არის აზრი. ხო და ეს რატო ვაჩვენე? ჯერ ერთი, ანუ ხო ხვდებით, ხა მაგალითად ეს რუსულადაა იგივე რეკლამა. ეს რომ პირდაპირ ქართველებზე არ არის გათვლილი ეს რეკლამა, ხო გასაგებია. რა პროცესთან გვაქვს საქმე? ეს პროცესი უკავშირდება, ბევრს უკვირდა, რა ლოგიკა იყო ეს 6 წელზე ძველი მანქანების გამბაჟების 4ჯერ და 5ჯერ გაძვირება ოცნების მიერ, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედა. აი რა სჭირდებოდა? 6 წელზე ძველი მანქანებია, ძირითადად მანქანები, რომლების ყიდვაც შეუძლიათ ქართველებს, ხო? ახალი მანქანების ყიდვა შეუძლიათ ძირითადად ოცნების მაღალ ჩინოსნებს და მათთან დაკავშირებულ ხალხს. ძირითადი მასა ახერხებს შედარებით ძველი მანქანების ყიდვას. რა ლოგიკა იყო ოცნების მხრიდან, რომ აი ეს სეგმენტი მთლიანად ჩახსნეს ქართველებს აღუკვეთეს ამ წლოვანების მანქანებით ვაჭრობა. საქმე იმაშია, რომ სუბუქი ავტომანქანების რეექსპორტი, ანუ შემოყვანა, მე უცხოეთში გაყვანა, არის საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო მიმართულება. ანუ აი ლამის ყველა საექსპორტო მიმართულებას რო ერთად აღემატება, იმხელა მასშტაბი აქვს სუბუქი მანქანების რეექსპორტს ჯამში წელიწადში $3 მილიარდ ოდენობას მოიცავს სუბუქი ნახმარი, ძირითადად ნახმარი ავტომობილების რეექსპორტი. და ამ რეექსპორტით ტრადიციულად დაკავებული იყო, ეხლა მსხვილი ქოც ფირმებიც და მსხვილი ფირმებიც იყო დაკავებული, მაგრამ ძირითად მასას წარმოადგენენ ჩვეულებრივი წვრილი და საშუალო ავტოდილერები, ქართველები, რომლებიც აი უცხოეთში ყიდულობდნენ მანქანას, აქ ჩამოყავდათ და აქედან მერე ან ადგილზე საქართველოში ყიდნენ, ან უცხოელი მყიდველი შემოდიოდა რუსეთიდან, ყაზახეთიდან, სხვა შუა აზიის ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან და იქ მიყავდა მერე აქედან. მაგრამ ქოცემა შეხედეს, ქოცა ბიზნეს და პოლიტიკურმა ელიტამ შეხედეს და დაასკვნეს, რომ ეს რა არის ხალხო, ეხლა ამ ხელა მილიარდები ვიღა ჩვეულებრივ ხალხზე ნაწილდება და ეს არ არის მხოლოდ სეგმენტი, რომელიც აი მარტო მანქანას ვინც ყიდის, იმისთვის არის შემოსავალი, იქ ვიღაცა ხელოსანია, ვიღაცა ავტონაწილებს ყიდის, ვიღაცა ღებავს ამ მანქანებს, აი სხვადასხვა ასპექტში მოწესრიგებას უზრუნველყოფს ამ მანქანის, ხო? მთელი ეს უზარმაზარი სფერო, რომელიც აი მანქანების ვაჭრობას ემსახურება, ესენი უკმაპურ შოულობდნენ ამ თემით. ხო და ქოცემა უყურეს და ამათ რა ხდება, ჩვეულებრივ ხალხზე რატო უნდა ტყდებოდეს და იყოფოდეს ეს ამხელა მრავალ მილიარდიანი შემოსავალი. მოდი ესენი ჩავხსნათ და თლიანად ქოც ბიზნეს ელიტის კონტროლის ქვეშ გადავიყვანოთ ეს მილიარდები. როგორ უნდა ჩახსნან ქართველები? ქართველები ჩახსნა ასე არ გამოვა, ქართველებს გიგზავნოთ ამით ვაჭრობას. ადგენდა დააწესეს 6 წელზე ძველ მანქანებზე ისეთი არანორმალური საბაჟო გადასახადი, რომ იმ წლოვანების მანქანის შემოყვანა და აქ გაყიდვა უკვე ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგ ფასში ვერამ ვერ იყიდის, 5ჯერო ძვირდება გამბაჟება, უბრალოდ ვერამ ვერ იყიდის აქ. უცხოეთში რეექსპორტზე შეუძლია ისე გაუშვას, რომ ეგ გამბაჟება არ გადაიხადოს, ოღონდ უცხოეთში რეექსპორტისთვის გამბაჟებამდე არსებული მცირე დრო გაქვს.
თუ იმ დროში ვერ გაყიდე უცხოელზე, მაშინ მოგიწევს განაბაჟო და ახლა 5 მაგ ფასად რო განაბაჟებ, იმას უცხოეთში ვეღარ გაყიდი და ფაქტიურად გამოვა რომ იმ ცირე მონაკვეთში რაღაც თვენახევარში თუ ვერ გაყიდე, რისკავ გარანტირებული გაქვს რომ ეგ მანქანა უბრალოდ შეგრჩეს ხელში. თვენახევარში რაღაც მოკლე პერიოდში გაყიდვა შეიძლება მოახერხოს როგორც წესი ისეთმა დილერმა, რომელსაც გამზადებული კლიენტურა ყავს. გამზადებული კლიენტურა ვის ყავს? ან მსხვილ ექსპორტიორს, ქოც მსხვილ ბიზნესმენებს, ან პირდაპირ უცხოელებს, ხო? გამზადებული კლიენტურა ყავთ, აი მაგალითად იმ ქვეყნიდან ვინც არის, რომელ ქვეყანაშიც უნდა მოახდინო მანქანის რეექსპორტი, პირობითად აი რუსეთში, ხო? იმას არა აქვს პრობლემა, ის აქ ჩამოიყვანს მანქანას და აქედან ეგრევე გადაიყვანს. რუსეთში იქნება, ყაზახეთში თუ სხვაგან და იქ მერე მიხედავს. ქართველს ეგ ფუფუნება არ გააჩინა, ქართველმა აქ უნდა იშოვოს. მაგალითად რუსი მყიდველი და თუ ვერ მოასწრო თვენახევარში, მას მანქანა შერჩება. ამიტომ ქართველი ვეღარ გარისკავს კონკურირებას იმ ჯგუფებთან, რომელსაც გამზადებული კლიენტურა ყავს უცხოეთში. ამიტომ მასიურად ქართველებს უცხოელები ანაცვლებენ ქართულ ავტობაზარზე ან მსხვილი ექსპორტიორები.